დევნილთა და განსახლების მინისტრმა დავით დარახველიძემ ვაზიანში მდებარე კარკასული ობიექტები დაათვალიერა. აღნიშნული ობიექტები თავდაცვის სამინისტრომ დევნილთა სამინისტროს იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიან განსასახლებლად დაუთმო. სამინისტრო მათ რეაბილიტაციას ჩაუტარებს და დევნილებს შეასახლებს. საუბარია 6 შენობაზე, რომლის რეაბილიტაციაც საფხულში დასრულდება. დევნილთა მინისტრი დავით დარახველიძე ვაზიანში მცხოვრებ დევნილებსაც შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. ძალიან კარგია, მინისტრი მოვიდა, მოგვისმინა. დახმარება აგვიქვა, ვაზიანს გაარემონტებენ, გაალამაზებენ, დევნილებს შემოიყვანენ. იმედი მაქვს, რომ ჩემ მხრივ რაღაცას გააკეთებს, აი დევნილებს ან დაგვასახლებს, ან გაგვიფორმებს ბინებს და ჩვენ პრობლემებში შევა. ჩვენ ამ შენობებს ჩაუტარებთ რეაბილიტაციას, ალბათ სავარაუდოდ ზაფხულისათვის, ზაფხულის ბოლოსთვის დასრულდება. სულ ასეთი და 6 ობიექტია, დაახლოებით 150 ბინამდე შესაძლებელია გაკეთდეს დევნილებისათვის. შევეცდებით, რომ შეძლების სამინისტროს რესურსის ფარგლებში აქ მცხოვრები დევნილების საკითხების გადავწყვიტოთ და კიდევ მოვიყვანოთ 150-მდე ოჯახი, რომლებსაც საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდება.